კვების რაოდენობის და სიხშირის გარდა საჭმლის გადანაწილება დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობების გარშემო უფრო სტრატეგიულადაცაა შესაძლებელი. მაგალითად, ვარჯიშის წინა და ძილის წინა კვება ერთმანეთისგან განსხვავდება, იმიტომ რომ ორგანიზმს ამ ორ პერიოდებში სრულიად განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს. ამის გათვალისწინებით მოდი განვიხილოთ, როგორი კვებაა ოპტიმალური ვარჯიშის წინ, ვარჯიშის შემდეგ, ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობისას და ძილის წინ. ვარჯიშამდე კვების მთავარი მიზანი ორგანიზმის ნახშირწყლებით მომარაგება და სისხლში შაქრის დონის რეგულირებაა. ნახშირწყლების საკმარისი მარაგი ენერგიის მიწოდების გარდა შეიძლება კუნთის ზრდის და შენარჩუნების მიზეზიც იყოს. ამიტომ ნახშირწყლების მიღება ვარჯიშამდე კარგი იდეაა. მაგრამ ამის გარდა კიდევ ორი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ. ესენია საკვების რაოდენობა და გადამუშავების სიჩქარე. ვარჯიშიდან 3 და 4 საათითადმე ამაზე ფიქრი დიდად არ გიწევს, იმიტომ რომ თუნდაც დიდი ოლუფაჭამბო ხორცით, ბოსტნეულით, ურღულეულით და ჯანსაღი ცხიმებით ეს ვარჯიში ხელს არ შეგიშლის. მაგრამ რაც უფრო ახლოვდება ვარჯიში, მით უფრო უნდა შემცირდეს ულუფების ზომა და ნელა გადამუშავებადი საკვების რაოდენობა. ეს იმიტომ არის, რომ ვარჯიშის დროს საჭმლის მონელება ნელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საკვები კუჭ-ნაწლავში მეტ დროს დახარჯავს, რამაც ვარჯიშის დროს შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება. ამის საპირისპიროდ არც მშიერი ვარჯიშია კარგი, იმიტომ რომ ვარჯიშის წინ შიმშილმა შეიძლება ინტენსიურად ვარჯიშს უნარი დაგაკარგინოს. ამიტომ რაღაც შუალედის პოვნაა საჭირო. ეს შუალედი არის პატარა ულუფები, სწრაფად გადამუშავებადი საკვები და მინიმალური ცხიმი. ვარჯიშიდან 1 საათით ადრე პატარა ულუფების, ან უფრო უკეთეს შემთხვევაში პროტეინის შეიკების და სწრაფად გადამუშავებადი ნახშირწყლების, მაგალითად წვენების დალევა კარგი იდეაა. იმიტომ რომ მათ სწრაფად მოინელებს ორგანიზმი და შესაბამისად ვარჯიშის დროს ზედმეტ დისკომფორტს თავიდან აირიდებს. ამავდროულად ცხიმით და უჯრედისით სავსე საჭმელი საერთოდ არ არის საჭირო, იმიტომ რომ ისინი პირიქით ანელებენ გადამუშავებას. ვარჯიშის შემდეგ კვებაც არაა დიდად განსხვავებული. აქ უკვე აღარ გვაინტერესებს ვარჯიშის დროს სავსე მუცლით გამოწვეული დისკომფორტი, მაგრამ სწრაფად გადამუშავებადი საკვების მიღება მაინც კარგი იდეაა, იმიტომ რომ ვარჯიშის შემდეგ აღსადგენად და გასაზრდელად კუნთებს სჭირდებათ ენერგია და ნუტრიენტები. იმის გამო რომ ვარჯიშის შემდეგ 6 საათის განმავლობაში კუნთებს ცილების და ნახშირწყლების ათვისების უნარი გაძლიერებული აქვთ, მათი მიღება ზუსტად ამ დროსაა კარგი. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ვარჯიშიდან 30 წუთში ჭამა უნდა დაიწყო. ყველას სხვადასხვა სიჩქარით შევდება და ყველას არც შეუძლია ვარჯიშის მერე ჭამა. აქ მთავარი ისაა, რომ ვარჯიშიდან 6 საათში მაინც მიიღოს სწრაფად მონელებადი ცილები, ნახშირწყლები და თავიდან აირიდო ცხიმები, რომ გადამუშავება არ შენელდეს. რაც შეეხება არასავარჯიშო ფიზიკურ აქტივობას, ისეთ ხალხს, ვისაც უფრო აქტიური ცხოვრების წესი აქვთ, მეტი ნახშირწყლები დასჭირდებათ, იმიტომ რომ ორგანიზმის სასურველი ენერგიის წყარო ნახშირწყლებია. აქტიური ცხოვრების წესში იგულისხმება ხშირი ლაშქრობები, ბუნებაში სიარული, სამყარო სპორტი ან თუნდაც საქმიანობა, რომელიც ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს. მაგალითად, მშენებლობაზე მომუშავე ადამიანი, რა თქმა უნდა, მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ოფისის თანამშრომელი. და ბოლოს ძილის წინ კვებასაც შევეხოთ. ყველამ ვიცით, რომ ძილი ძალიან კარგი და აუცილებელია არა მარტო ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის, არამედ სხეულის ფორმის შესასვლელადაც. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ძილის ერთი უარყოფითი მხარე არის დიდი დრო საკვები ნუტრიენტების გარეშე. ჩვენ უკვე ვისწავლით, რომ როცა ორგანიზმს საკმარისი ნუტრიენტები არ აქვს, ის იწყებს საკუთარი ქსოვილების დაშლას მათ მისაღებად და ამ ქსოვილებში შედის კუნთებიც. ანუ ძილის წინაკვების მიზანი ისეთი საკვების მიღებაა, რომ ღამის განმავლობაში ორგანიზმს ნელ-ნელა მიეწოდებოდეს საკვები ნუტრიენტები. ასეთი საკვების მაგალითი პირველ რიგში ცხიმია, იმიტომ რომ თვითონ ცხიმის გადამუშავებას დიდი დრო სჭირდება და ამავდროულად ის სხვა საკვების გადამუშავებასაც ანელებს. ცილების შემთხვევაში კაზეინის ცილაა კარგი ვარიანტი, იმიტომ რომ ისიც ნელა გადამუშავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს ამინომჟავების სტაბილური მიწოდება ექნება ღამის განმავლობაში. და ნახშირწყლებიდან დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლების, მაგალითად ხილის, ბურღულეულის და ბოსტნეულის მიღება ჯობია, იმიტომ რომ მათ გადამუშავებასაც დიდი დრო სჭირდება. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და სხვადასხვა საკვები ყველას ცილის ხარისხზე ერთნაირად არ მოქმედებს. ცილი ყოველთვის პრიორიტეტია, ამიტომ თუ რომელიმე საკვები დაძინებაში ხელს გიშლის, ჯობია ეს სხვა ვარიანტით ჩაანაცვლო. ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალურია და დროს და გამოცდილებას მოითხოვს. რომ შევაჯამოთ ყველაფერი, რაც საკვების გადანაწილებასთან დაკავშირებით გავიარეთ, ძალიან მარტივი რეკომენდაციები გამოდის. აირჩიე 4-დან 8 კვებამდე დღეში, ძირითადად შენი სურვილის მიხედვით. ამ კვებებს შორის დაყავი დაახლოებით 3-დან 6 საათამდე და კვებებზე თანაბრად გადაანაწილე დღიური ცილის რაოდენობა. ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ მიიღე სწრაფად გადამუშავებადი საკვები, ვარჯიშის გარშემო შეზღუდე ცხიმის რაოდენობა და ძილის წინ მიიღე ძირითადად ნელა გადამუშავებადი საკვები. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც განვიხილავთ საკვების გადანაწილების პრაქტიკულ მაგალითებს.